როგორ ხარ მეგობარო? რაკენი დაიმუშავე დილიდან ჭრილობები? იცი რა ჭრილობებზეც გეუბნები? მეტადონისგან ამომწვარი. ხელები, ფეხები. ბოქსის ხელთათმანებივით გაგიხდა ხო უკვე ხელები, აი რო დახედო შენს ხელებს, ალბათ ბოქსის კრივის ხელთათმანებივით გაქვს ხო? ფეხებზე დახედე მეგობარო რა დღეში გაქვს. შეშუპებული, დასიებული და ამომწვარი. მორჩა ხო ვენები დამთავრდა, გამოწურე ვენები დაწვა ყველა და ეხლა ალბათ კაპილარებში რაღაც წვალობ, ტირი ხარ ისე იტანჯები. რას აპირებ? როგორ გონია მეგობარო? იმას ვინც მას ამზადებს სადღაც მაგ ნაგავს შენი აზრი დაუმთავრდება? არ დაუმთავრდება. ყველაფერს მიგატანინებს მასთან სანამ ბოლოს ოვერდოზით არ დაამთავრებ ყველაფერს. შენც ხო იცი რომ არ გაშინებ და სიმართლეს საუბრობ. რამდენი ალბათ შენი ახლობელი ან ოვერდოზისგან გარდაიცვალა ან გადარჩა ჯერ გაუმართლა, მაგრამ თუ არ გაჩერდება აუცილებლად კატაფალკი წაიღებენ ქავთარაძეზე რო დგას ადერო აქვს ნომერი. მეგობარო ბოლო გაჩერება არის. მეტადონი არის ბოლო გაჩერება. იმის იქით უკვე ეგრეთ წოდებული кайფი არ არის. იმის იქით არის უკვე ან საკუთარ სახლის ტუალეტში ოვერდოზი საკუთარ ნარწყევში, ან მანქანაში, ან სადღაც არ ვიცი, სადაც მოიხმარ. დაფიქრდი მეგობარო ღირს თუ არა აი ამ ყველაფრის გაგრძელება. იქნებ ცადო წახვიდე დეტოქსზე დაწვე, დაიწყო გამოჯამთელება. რამდენ თანხას იხდი ხო შენი თავის სიკვდილში? იმას რასაც ყიდულობ იმ ნაგავს არ ღირს ხო 1 და 2 ლარი მეც ვიცი. წადე შენი თავის შენ ჯამთელობაში ჩადევი ეგ ყველაფერი. თუ არ მოგეწონა და მოგინდა ისე თავის მოკლა ყოველთვის შეძლებ ხო? უბრალოდ ჩემი ლაპარაკიც არ არის საჭირო, აი შენ თავს უბრალოდ რომ შეხვიდე აბაზანაში და დაიხედო ხელებზე, დაიხედო ფეხებზე. უკვე ხო რაღაც ისინი გაქვს უკვე ჭები გაქვს, ამომწვარი გაქვს კანზე და უკვე იოდით იმუშაებ და მალავ ხო თან აი ამ ყველაფერს შრამებს. ფეხებზე დახედე მეგობარო. შენს ემოციურ მდგომარეობა შეხედე და ზოგადად შენი ოჯახის ემოციურ მდგომარეობა შეხედე. მე ჭკუისწავლებას არ დაგიწყმე, გამოცდილებას გეუბნები და მე ვიცი დასასრული რა აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ მეგობარო ძალიან საშიშ თამაშობ და მეტადონი კიდე ერთხელ გეტყვი ეს არის ბოლო გაჩერება. ბოლო გაჩერება ან გამოჯამთელების გზაზე წახვალ, ან სამწუხაროდ ყველა ერთნაირად ამთავრებს და ეს არის სიკვდილი. მე გისურვებ მეგობრებო გამოჯამთელებას, გისურვებთ სიმშვიდეს და მშვიდ დღეს. მადლობა.